დუშეთის რაიონის სოფელ მაქართაში მეწყერი 4 დღის წინ ჩამოწვა, თუმცა აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა და გუდამაყრის თემში შემავალი 18 სოფელი გარესამყაროს კვლავ მოწყვეტილია. მაესტროს გადამღები ჯგუფი სტიქიის ზონიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ნახეთ როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები და რა სახის გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება გუდამაყრის ხეობას. ციკლაურების ოჯახი ერთ-ერთია სოფელ მაქართაში, რომელსაც გარესამყაროსთან დასაკავშირებლად ფეხით 9 კილომეტრის გავლა უწევს. სტიქიის შედეგად გუდამაყრის ხეობაში სოფლებთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა ჩამოიშალა. ფეხით სავალი ბილიკიც მეწყერულ ზონაშია მოყოლილი. ხეობაში ასევე ვერ ხერხდება საკვები პროდუქტის შეტანა. გუდამაყრის ხეობაში მცხოვრებ 200-მდე კომს ცხოვრება მძიმე პირობებში უწევს. ხალხი ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. უამინდობასთან დაკავშირებით და ხშირ წვიმებთან დაკავშირებით მოსკდა ეს ნაწილი თისა და წამოვიდა. ამან სრულიად არ არის ჩამოსული, მაგრამ გამოიწვია გზის ჩავარდნა, რითაც შეფერხდა მოძრაობა და ძალიან მოწყვეტილები ვართ სამყაროს. ჩახერგილი გზის გამო გუდამაყარში თბილისიდან ჩასული დამსვენებლები უკან დაბრუნებას ვეღარ ახერხებენ. ვისვენებს და ბავშვებს ვასვენებს შვილიშვილს აქ. არა ჩაიკეტა გზა და გასასვლელი აღარა მაქვს. როგორ უნდა გავიდეთ აქედან, კაციშვილმა არ იცის. საკვების პრობლემა რა თქმა უნდა, პროდუქტი ვეღარ მოგვაქვს. ვეღარ გვაწვდია პროდუქტი. ხვილები ვერ შემოგვაქვს. საჭმელი ვერ შემოგვაქვს და აი მეზობლების რაღაც კიდე შემორჩენილი საჭმელი რო აქ კიდე იმედ გავდივართ იოლად. დუშეთის რაიონის გამგებლის თქმით, 3-4 დღეში გადანაწილდება სტიქიით დაზარალებული რეგიონებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან მაქართის სოფლისთვის თანხა. დროებითი აღდგენითი სამუშაოებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება. ეს გახდით რაიონში გამგებელთან ვიყავი, ახლა აუხსენე ყველაფერი, რაც სიტუაციას ტრიალებს ჩვენს ხეობაში და სტიქიასთან დაკავშირებით არის თანხები გამოყოფილი და ამ თანხებით გადმონაწილდება ჩვენთან რაც მოხდა ეს და გაწმენდით სამუშაოები დაიწყება დაახლოებით 3-4 დღე. გუდამაყრელები ამბობენ, რომ ამ პირობებში მათ 3-4 დღე გაძლებაც ძალიან უჭირთ. სოფელ მაქართაში მეწყერის განმეორებისაც ეშინიათ. მეწყერის ზონაში ლოდების თვენა დღემდე არ შეწყვეტილა. დღეს საქართველოს მასშტაბით ეროვნული გამოცდები დაიწყო. დარეგისტრირებული 8800 აბიტურიენტიდან გამოცდაზე 325 არ გამოცხადა. 6-მა კი დაიგვიანა, რის გამოც გამოცდაზე არ დაუშვეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მსჯავრდებულების შემდეგ საგამოცდო ცენტრში უსინათლო აბიტურიენტები მიიყვანა. აბიტურიენტებს შორის 2 უსინათლო და 9 მსჯავრდებულია. მსჯავრდებულების შეწყალების თხოვნით შაშკინის უწყება პრეზიდენტს მიმართავს. ეროვნული ბანკის საცავებიდან ყველა საგამოცდო ცენტრში ინგლისში დაბეჭდილი ტესტები საპატრულო პოლიციის და უშიშროების სამსახურის თანხლებით დილის 7-ის ნახევარზე გადაიტანეს. 8 საათზე აბიტურიენტების რეგისტრაცია დაიწყო. 9 საათზე კი პირველი საგამოცდო სესია ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ძალიან მშვიდ ვითარებას ჩაიარა რეგისტრაციამ და მე ძალიან მაყოფილი ვარ ამით, არანაირ ექსესთან რაღაცა პრობლემას ადგილი არ ქონია, ასე რომ მაქსიმალურად მობილიზებულები არიან ჩვენი აბიტურიენტებიც, მომზადებულები იმისათვის, რომ ნაკლებად შემოიტანონ ზედმეტი ნივთები რეგისტრაციის დროს არანაირი პრობლემა არ შეექმნათ. გამოცდაზე შესულებს საკუთარი ცოდნის გამოსავლენად სუსტად 4 საათი ჰქონდათ. ნერვიულობდნენ როგორც აბიტურიენტები, ასევე მათი მშობლებიც, თუმცა გამოცდის დამთავრების შემდეგ უმეტესობა საკუთარი ნაწერით კმაყოფილი დარჩა. მომზადებული ვართ, იური დილზე ვაბარებს. ძალიან ნერვიულობ მე უფრო მეტად ვიდრე ჩემი შვილი. ძალიან ადვილი იყო გამოცდები. პირადად ვაბარებ ჯავახეშვილს სოციალურ-პოლიტიკურზე და რა ვიცი, განწყობა კარგი მაქვს. იმედია ჩავაბარებ. მე არ გამჭირებია ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის მარტივი იყო. საკმაოდ კარგად ჩაიარა, 4 საათი ჰქონდა იმისთვის, რომ დაგვეწერა, მე ჩავეტიე 3 საათში და რა ვიცი, ველოდები კარგ შედეგებს და ხა წინასწარ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 36500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. მათ შორის 9 მსჯავრდებულია. ისინი გამოცდაზე ბადრეგის თანხლებით გამოცხადდნენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში განათლების სამინისტრო პრეზიდენტს მსჯავრდებულების ვადამდელი განთავისუფლების თხოვნით მიმართავს. საქართველოში არსებობს პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ გამოვიყენებთ ამჯერად, რაც თუ მსჯავრდებული ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს, ჩვენ მიმართავთ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით და უკვე ამის შემდეგ პრეზიდენტზე იქნება დამოკიდებული თუ ის შეიწყალებს ამ ახალგაზრდა მსჯავრდებულებს. რაც პრაქტიკა გვაჩვენებს, პრეზიდენტი ხშირად იყენებს ამ თავისუფლებას. შემდეგი გამოცდა აბიტურიენტებს 5 ივლისს ზოგად უნარებში ჩაუტარდებათ. გამოცდების პირველადი შედეგები სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი.